მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. რომელიც ტრადიციულად 26 მაისს აღინიშნება. დამოუკიდებლობის დღე თითქმის მთელმა მსოფლიომ მოგილოცა და სხვადასხვა ქალაქების გამორჩეული შენობები საქართველოს დროშის ფერებში იყო განათებული. აი, ისე როგორც ჩვენი ანძა ხოლმე განათებული, როცა ჩვენ მივაგებთ სხვებს პატივს. სხვათა შორის არც ჩვენი ანძა ყოფილა უსაქმოდ. საპატიო სტუმარს მასპინძლობდა. გაგიკვირდებათ და ტომ კრუზი იყო ამძვრალი ანძაზე. პარაშუტით უნდა გადმოხდეს. რომელი ტომ კრუზი? რომელი ტომ კრუზი და ყიტანში რო ცხოვრობს ბოლოში. ჰოლივუდის მსახიობი ვინ არის ტომ კრუზი? ვინ ყავს მე რო? კარგი რა, არ ვჯერე, ფეიკი იქნება ეგ. ფოტო კი დაიდო, მაგრამ დღეს არც ფოტო ინდობა. მართალი ხარ შენ, მართლა რომ ჩამოსულიყო რუსთაველის თეატრში შემოვლილი და აუცილებლად. რატო შემოივლის ხოლმე, იცის? არა, არ ვიცი, არ ჩამოსულა არასდროს და ახლა ასე დაზუსტებულად ვერ გეტყვი. რა ვიცი, ძმა, ფეიკია თუ არ არის? ჩვენ ანძას კი მოუხდა ისე ტომ კრუზი. რას? ჩვენი ანძა ისეთია, ტომ კრუზი კი არა, შენს მოუხდებოდი, მაგრამ ვერა გიტყვი იქამდე სიმაღლეში შეგავს. სანამ სიმართლე გაირკვევა, მანამდე გეტყვით უტყუარ ინფორმაციას, რაც დადასტურებულად ვიცით. დიახ? ის რომ ჩვენ შოუში დოლგარამონზე უგრავს და გაიბის განწყობაზე გვაღენებს უბერებელი ქსოვრელები და გიორგი არავის ნაკლები ტომ კრუზი. შოში დაიწყე. მადლობა ბიჭებო, გამოვლინდა გასული წლის საუკეთესო სპორტსმენი და ეს გახლავთ გიორგი მამარდაშვილი. სიმართლე უნდა ითქვას, ამდენი მაგარი სპორტსმენის გამო ჟიურის გაუჭირდა საუკეთესოს გამოვლენა, ამიტომ პირდაპირ ისროლა ჯილდო და მამარდამ დაიჭირა ეხლა რა პრობლემაა? ნამდვილად მიხარია მამარდას წარმატება, მაგრამ ნაკრებს არ გვაწყობს მეკარე რომ ასეთი მაგარია. დანარჩენ 10 კაცს გაგვიზარმაცებს და ფორმაში აღარ იქნება. არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ აი მე რა არიცი, მე მგონი ჩემთან ერთად მაყურებელსაც გაუჩნდა კითხვა, რატომ გაიწელა 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოვლენა 2025 წლის მაისამდე. ჯერ ახალი წლები იყო. მე აღდგომა. ძალიან მიეწყო წელს და გადავხევით კეიფებს და ასე. მე მგონი მამარდას სუფრაც არ აღწდება. საგიზრებელია, ვინც ახლა. ხან გიორგი უკვე ლივერპულში გადავიდა, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ლივერპულის 2026 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდება. აბა რა სიზარს. ხოდა მამარდას დამსახურება იქნება ამიერიდან ნახევარი საქართველოს ლივერპულის ფანი რო გახდება. იმიტომ რომ მეორე ნახევარი PSG-ის ფანია და ბატონო, PSG ვახსენეთ და ხვიჩა კვარაცხელია უკვე საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელია. ნუ არ ვიცი რა ინფორმაციები აქვს. იტალიის ჩემპიონობაც ეკუთვნოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ არ ჩაუთვალა. მაგარი გაბრაზებული ვარ მაგამ ბავშვი. მაგრად ეხავს რა. ყვარას რუბინი რო უფრო აფასებს ვიდრე ნაპოლი. არა უშავს. კვარას იტალიის ჩემპიონობა არ ჩაუთვალეს, მაგრამ სამაგიეროდ ზეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და დარწმუნებული ვარ მოიგებს. და UEFA-ს პრეზიდენტი მივა კვარასთან და ეტყვის, ნახე, თასზე შენი სახელი ამოვქარგე. რა გამოვიდა? ხვიჩა. შედიერი, ხოდა ამ ყველაფერს ლიგის ფინალიც თუ მიაყოლა, გამოდის რომ ერთი გასროლით 2 კურდღელი მოკლა და მესამე დაჭირა. მოკლედ ამ ბიჭს გალოთებისკენ უბიძგებენ. რატომაც? აბა ამდენ განსხვავებულს რო იგებს, ხო უნდა დალიოს. მეც დიდი იმედი მაქვს რომ ყვარა მოიგებს ლიგას, ნამდვილად წარმატებები, მაგრამ პირადად მე ვერ ვუყურებ მაგ თამაშს. გამორიცხული. ასე განიცდი ალბათ. განვიცდი კი არა, მიხოდამაროს ემთხოვია და რა დროს ვერ მოვხდა.
ამ ფინალს ქართულ სომხური დერბიც დაარქვეს კვარაცხელია მხითარიანის წინააღმდეგ. თან საზღვაო სეზონი ახლოვდება და 14 ივნისიდან მიმოსვლას იწყებს ერევანი ბათუმის მატარებელი. დათქვიტა იქსი სეირანა მიდო არა. იცი ვაფშე სეირანა. შენი დუბლი. სხვათა შორის გავხართ. კლარნეტით რა იყო ბიჭო კლარნეტით. მარა ქობულეთია უკვე. კარგია, კარგი, მაგრამ ჩემი აზრით ერევანი ქობულეთი უნდა იყოს ეგ მატარებელი. ჩვენი მეზობლები ძირითადად ქობულეთში მიდიან, მაქსიმუმ ურეკ. მართლა კარგია სპეციალური რეისი რომ დაემატა. გამოდის რომ ამ ზაფხულში ჩვენთან არა მარტო სომეხი ძმები, არამედ სომეხ ძმებს პლუს მათი ძმებიც დაისვენებათ. მოკლედ წელს აგვისტოში სეირანა ქობულეთში ისვენებს და ჩვენ სევანზე. აი ეს არის გაცვლითი პროგრამა მეზობლებს შორის. აი როგორი არის, თლიანად შემოვიდა. კიდე კაი დროზე დაბრუნდი. ალბათ მერე 14 სექტემბრიდან ივლის პატარა მატარებელი, რომელიც მხოლოდ ხანში შესრულებს მომსახურება ბარხატნის სეზონზე, რა. კი ბატონო, ახლა ერთი საინტერესო სტატისტიკა უნდა გაგაცნოთ. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ადამიანი წელიწადში საშუალოდ 46 ლიტრ ლუდს სვამს. შესაბამისად, წელიწადში ვჭამთ 720 წელს სოსის, 365 წელს შებოლილ თევზს და ლიტრა ნახევარ მდოქს. კარგად ვთქვა. 46 ლიტრი 365 დღეზე რომ გაყო, დღეში 126 გრამი გამოდის. ნახევარი ჩაიჭიქა ლუდს, რომელიც სვამ დღეში ხელი აწიეთ. ხელი აწიოს. მოკლედ მე არ მჯერა ამ სტატისტიკის ნამდვილად და გადაამოწვეთ. ან დროშია აცდინა ძმაო, ან რაოდენობაში. ნუ აი რაღაცა ხდება. შეიძლება მართალიც კია, ვერ გაიგებ ძმაო. მე მაგალითად ლუდს საერთოდ არ ვსვამ. მაგრამ სამაგიეროდ გოგია სომსაგერ ტონა ნახევარს და ისოს კი ერთ დროს მეც ვსვამდი, მაგრამ მივხვდი რომ ღვიძლს ვაფუჭებდი და ახლა სტატისტიკას გავაფუჭებ და არ მინდა. მოდი დღეს გავაუნჯობესოთ სტატისტიკა, არ გინდა? არა, დღეს ღვინის სტატისტიკაზე მოქვს სამუშაო, დაპატიჟებული ორი ერთგან და არ მინდა. ახლა კი ბრიტანული კვლევა. თურმე ახალგაზრდების ნახევარს მიაჩნია რომ ცხოვრება უკეთესი იქნებოდა ინტერნეტის გარეშე. აი რა მაინტერესებს ახლა ნახე, ეს მოსაზრება ინტერნეტში დააფიქსირეს თუ ქუჩაში. სად დააფიქსირეს არ ვიცი, მაგრამ მართლა უნდა დატოვეგენი ინტერნეტის გარეშე და მე როგორ აჭიკიჭიკიტებიან ვნახავთ. მაგრამ რაღაც ვნახავთ, ინტერნეტი აღარ ექნება. ისე ჩვენთან ეს სტატისტიკა დიდი ხანია არსებობს, ოღონდ ხანდაზმულებში. ხანდაზმულების 100% ფიქრობს, რომ ცხოვრება უკეთესი იყო, როცა ინტერნეტი არ იყო. მეც მაგ აზრზე ვარ. ინტერნეტის გარეშე უფრო კარგი იქნებოდა ცხოვრება. მაგრამ ინტერნეტი რო არ იყოს, ამ თემას ხო ვერ გავიგებდი. ძალიანაც კარგი მე რა თემა ეს იყო ახლა, აი რა ვთქვით ახლა ამით. კარგი, მაშინ შენ თქვი რამე უკეთესი აგერ. კარგი, მაგარი თემა მაქვს შემდეგი, რომელიც ინტერნეტში ვნახე. რა კარგია ინტერნეტი. ნორვეგიელ კაცს დილით ეზოში 135 მეტრიანი სატვირთო გემი დახვდა. კარგი რა, არ იქნებოდა 135 მეტრიანი ახლა. ნორვეგიელებს უყვართ გაბუქება. ზეპირად ვისვამ მაგას. გაბუქებული იქნება, აბა რა მხოლე ეზო აქვს. ერთი მაინტერესებს 135 მეტრიანი გემი რო დაეტია იმ ეზოში რა. მე ეზოზე მეტად ამ კაცის სახე უფრო მაინტერესებს იმ მომენტში ეზოში რო ამხელა გემი დაინახა პირველად. ისე შეშინებია ეგრევე ტუალეტში გავარდნილა. რატო? იმედია შიგნით გემის კაპიტანი არ დახვდა. ამ კაცზე მეტად მეზობლები ყოფილან გულზე გახეთქილები. ჩვენ მანქანას ვერ ვყიდულობდა, ეს გემი დადისო. მერე გამოუვარდა თურმე ეს კაცი გემის ეკიპაჟს, ხომიწერია ჭიშკარზე ეს დედა მოკითხული. ამ გემს ნუ გააჩერებთ, გემი არ ჩერდება. და ახლა რა უწირია ჭიშკარზე? ეზოში უცხო გემია? სავარაუდო. მაგრამ ზღვისპირა სახლი აღარ გამაგონოთ, ხო ხედავთ რეები ხდება. როდის რა შემოგივარდება არ იცის არავინ.
და ბოლოს ავსტრალიელმა პარლამენტარმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა ფეხსაცდან დალევით დაასრულა. მიშველეთ ქართველობას გვართმევენ ხალხო. თან ეგენი სხვა რამეშიც გვბაზავენ, კარგახანია მე რო ვაგვირდი. კოჩი კიდე რაში? ერთმანეთს ჭამენ ეგენიც. ოღონდ ეგენი მართლა ჭამენ. რა შაბერი არ ვიცი, მაგრამ რომ სვამენ ფაქტია თან პარლამენტში. ისი ამ პარლამენტარს სადღეგრძელოს უთქვავს. ვინც აიეროს, შემოიეროს, კაი თვალით შემოგხედოს და თქვას, ბიჭები, კენჭსუყრიან კანონს, ყველა ადამიანს გაუმართ მაგეს ენაც. ნეტა სიძის მხრიდან იყო თუ პატაზმის. ოდიში ხელისუფლების მხრიდან იყო თუ ოპოზიციის. ეგ არ ვიცი, მაგრამ პარლამენტში ყველა დაიძაბა. დაიძაბებოდა. ალავერდი არ გადმოვიდეს ვინმესთან ამ ფეხსაცმელი. რო ჩაცალა ბოლომდე ფეხსაცმელი, მერე დაიბარა თურმე შემდეგი მოწვევის პარლამენტში თუ ამირჩევთ კრამიტი და ლამპიშისა ჩემზე აიო. ვიჯო, ეს ავსტრალიელი პარლამენტარი ხო არ გეცნობათ ისე მოხერხებულად წონს ფეხსაცმლით. ბიჭებს ვეკითხები აგერ. თქვენთანაც ექნება ნაკეითარი მაგას. უეჭველი. რა გაიხსენებენ დაზაბეთ გონება. სანამ ბიჭები იხსენებენ, მანამდე მე შეგახსენეთ, რომ ჩვენ შოუში დოლ გარმოზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. ბატონ, რა გამახსენე, იცი? ბარსელონას ვეტერანები რომ იყვნენ, აქ სათამაშო ჩამოსტულები, რამდენი ხანი გავიდა იმის მერე? არ მახსოვს ზუსტად 2 კვირა მინიმუმ, რა იყო რომ? ისევ აქ რო არიან, იცი? აი, ხა, რაც მეუბნები, ამჯერა. გეუბნები ძმაო, თამაშის მერე რესტორანში რო შესულან, ისევ იხსხედან და კეიფობენ. გახედო, აღარ უნდა ტიკეტი. აბა რა იქნება მაგათ ისეთი პურმანის გაუჩნდნენ, რაც წავიდოდნენ. კი დალებდა მაგათთან ერთად კაცი, კაი. კი, კაცო, თან უკვე ქართული სიმღერას უსწავლიათ და გავუდით გუგუნი თურმე. თქვენ გენაცვალე, მანახეთ ერთი მაგათი სიმღერა ჩამახუდეთ, ჭიქა ამაწევინეთ. ლონდინიოს თქვენ. არ არის შემოძმეო პრობლემა. აბა წავედით. აბა წავედით. აგვინა ზურბასო ბატონებო და ქალბატონებო, ახლა სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, კარგი ქალაქელი კაცი, ჩვენი მეგობარი გია ნიკოლაძე. ნახე რა კაი ვერსია გამოვიდა. გავიგე ეს გამაკეთებინა ეგრევე. წეკვა რაო მოგინება. ბიჭებო, როგორც ყოველთვის დიდი მადლობა. მოგეულოთ ჩემი თავი. დაბრძანდი გია გენაცვალე. სამწდები აქა? კი ბატონო. არცხრ ბეკითხო, ყველას ვეუნე ბენეფისიაში. არა, იმაზე ვარ, რა ქვია, უნდა მომისაჯოთ რა მე. არ რატო წახვედით სუდზე, კაცო? პირიქით. ჩემ მოგეულეთ. ჯვარი გვეწეროს, თქვენ ჯვარი. რა ვარ თუ გინდა ზარბაზანზე მომაბიცლე გამისროლეთ მაინც არ მე თქვენი გულისთვის თავ შევაკრავ. გენაცვალე, მე შენ. შეგენაცვალე. იცოცხლეთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ ძმებო, მოწვევისთვის. მოკლედ, თან რაღაცა ეს ხედავ როგორ ჩამოყალიბდა ხა. რო დავაკვირდეთ გიას და მის ძმებს ჰქონდათ ნიკოლ შოუ. და მოვიდა სტუმრად პაატა და ნიკოლ შოუში. ო, არ ყოფილი. თან ძალიან სასიამოვნოა 60 წლის ბიჭი რომ მოვა შენთან. აბა რა. იბატონო ნამდვილად დედოფალის გამო თავს ესე უგზნობ ნამდვილად. შეგენაცვალეს. ესეც გამოიყურები უფრო პატარა. დედოფალის დამსახურება. მე ვიცი რომ ikლებენ. ჩემო გია და შენ იმატებ მე მგონი. რა ვიცი რა. გენაცვალე, შენი ყველაფერი კარგი ერთად. გადასარეოთ. შენ იმდენი შაქარი მოაბნიო რომ რაღაცა ეთყობა გამოუშვეს ენერგეტიკა. კი ბატონო. მე ვიკითხო 380 მქონდა დილას. ხოდა გადაყარე, მიწას. უნდა გადავყარო კაცო და ვერ მივაგენი მიმალავენ ოჯახში. სად არის რომ გადავყარო? არა, ეგ მართლა ცირკი იყო რა, მაგაზე მინდა ცოტა ხანი ყურადღება გავამახვილო რა. ესე იგი, ერთი გამოცხადებით მოხდა ეგეთი რაღაცა. აი, გამოგიგზავნით მე იმეებს რა მომწერეს. ესე იგი,
ზაპარი არ ნიმკრუგამაც დავყარეთ ქართველების ხელით. ერთი გამოცხადებით მოხდა ის, რომ თემ სოფლიოში ქართველებმა დავყარეთ ჩაქარი. ჩინეთი. ხო, მე იყო კოვიდი და ისინი მანამდე 2008-დან ვაკეთებ მაგას. 2008-დან 15 ტონა. აი მე მგონი იმიტოა გაძვირებული, რომელიც ცეცხლის ფასი აქვს. ტონობით ჩაქარი აქვს დაყრილი. მე მგონი დავაგვიანეთ, აი ვერ ავაგორეთ რა, თორე რო აგვეგორებინა, მე მგონი ეს მესამე ომის საფრთხე არ იქნებოდა რა. ესე იგი ერთი პატარა ის უნდა გავიხსენო მე და გია და კიდე ჩვენი მეგობრები რა და მაჩვი და თუ არჩვაძე ვიყავით საფრანგეთში რა შაქრის დასაყრება რა ისე ვიყავით საფრანგეთში და მივდივართ ეიფელის კოშკთან ახლა ხო უნდა მიხვიდე საფრანგეთში კი რო ჩახვალ თავისთავად მაკადრებსაც მოგცე ტაქსი ჩავჯექით მივდივარ და გია მოაბრუნეთ მანქანა სასწრაფოდ მეთქი რაღაცა ხდა შაქარი დამჩავ შაქარი დამჩავ მე იქ ჩვენი მეგობარია მოვიკითხოთ აქედან ნიკოლაძე ლალიკო ნიკოლაძე და მოგითხვა ლალიკოს ასთან ვიყავით სახში შევედი აქეთ გია უკრავს გია ნიკოლაძე შევედი სამზარეულოში ლალი ნიკოლაძე გამოვედი რაღაც მაიკის გამოსა აქ მისი და მე ვთქარ ყველგანი რა ამბავია ნიკოლაძეების გვარის დალოცვა იყო პარიზში და მამაჩემს ლარის უძახიან ვარლამი ქვია ლარის უძახიან და კადრი მაგ მე თუ გამოგადგებათ მოგაწვით ერთი ლალი ნიკოლაძე მეორე ლალი ნიკოლაძე შენ ეგ ისტორია ესე უნდა დამთავრებული იყო შევედი აქეთ ოთახში უკრავს გია გამოვედი მისი ახლობელი უკრავს ნიკოლაძე შევედი იქით ნიკოლაძე გამოვედი აქეთ ნიკოლაძე გავხედე მაჩვის გავაღეკარები და გამოვაქტეკა მერე მაგარი რა იყო აქ გია ყვირის ის აგვია მოაბრუნეთ მანქანა შაქარი დამჭა მაჩვის გავხედე თვალები უწირთება თურმე კატაზე ქონი ალერგია და რამტაკ შიჯდა კატა მეთქი სადავარ ეს მოაბრუნეთ მაგარი მაჩვის ეს გამიჩერეთ უნდა ჩევიდე საწევიდე ჩვენ რა ვქნათ რიგით მომგვდავებ ამ დროს გია ის რომ მოვიდა გახსოვს ნიკოშ უკაცავად კი ბრძანი პოლიციელი გასტრის სანამ არ მოყვეთ ეხლა ენაზე სანამ არ დავიყარე ესე გვიყურებდა რა რაღაცა მყრილი ჩალიჩობს რა ეიფელზე აყრის კოკაინი და ჩვენ და მამაო მოკითხა მამაო საკითხი მოკითხა დიდი სიყვარული იცი ჩვენ რეგალიები ჩამოვთვალეთ მე ვიცი რომ არაფერი არ გამოვჩა გულისხმო მუსიკოსი ავტორ-შემსრულებელი კარგი ქალაქელი რო ხარ და კარგი ბიჭი რო ხარ ვიცით და თქვენის მაგაზინი რო არ იმიტო აქ რაღაც აკლია ინა გითხრა რა იმის კონკურენტი რო ხარ ვისი იმის რა შენ კონკურენტი ძმაკაცობაში ვიქნები თუ არა კი მაგრამ ერთი კიდე გამოგჩაქ რეგალია მართალს ამბობს რა აბა კონკურენტი გამოვდივარ რა რიგით რა ებიჯო მითხარი შენ რომ აყევინებ შაქას და არ მეუნები რატო აყრიკაია აი ცოტა ხანში აღმოჩნდება თურმე რატო უყრიდი ჩაქარს და აი მე ნახავ ეს პროსტა სიმბოლური არ არის ეს მართლა რაღაცა შვება შეგენაცვალე ოქრო თამადობას გულისხმობ თამადობას რომელსაც ჯარ მაგრა ატარებ რაღაც ვიდეოები ვნახე მთელი ცერემონია და ძმაო ამ საქმეში შემოდიხარ კი ხარკს გადავიხდი თქვენთან გუშინ ვიყავით ამა და ზუსტად ჩემი ძმაკაცის 15 წლის თავი აღნიშნეს ქორწინების და აქედან კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად მიულოცავთ ყობა ტყეშელაშვილს მიულოცოთ აქედან 15 წელი კარგი იქნებოდა დავეპატიჟეთ მაგრამ რადგან აქედან უნდა მიულოცოთ 16 წლის თავზე იქ აუცილებლად აი შეგენაცვალე მუშავებთ იმას ბევრი ცხერის ძალები აქ ხო და კი მაგარი კაცია და კონკურენტად არ ვითვლები შენ კონკურენტად თუ ძმა ხარ რა შენ შენახარ და შენ გასული ხარ და მე პატარა რაღაცეები პატარა რაღაცეებით იწება მეც ხელი მოგიმართოს რასაო კაცო იცია აი რა მაინტერესებს შენ ხა ამბობდი რომ მახას ხა კოვიდის დროს ეს საშინელება აღარ მით ამაზე ლაპარაკი აქტიურად გავაკეთეთ ბევრი რამე არ ჩერდებოდით გახსოვს ხო რა თქმა უნდა რა ხო გახსოვს შენი სიმღერაც გადავაკეთეთ ბიჭებმა ჩავწერეთ მოაგრას და აივიდან შაქარიც მაყრინი ერთ-ერთ სუპერმარკეტში
თმებში დაწიწყვილი ძლივს გამომატანეს ის რიგები რო იყო გახსოვს და მოვედი და მომთხოვა შვილმა შაქარიო მე უთხარი გია ნიკოლაძეს უთხარი მაგი მამა აი უნდა მაყრევი და არ ვიცი აღარ აქვს არა სპარტაშორის მაგ შაქარმა გამოიღო კიდე აკეთებ ხა მე რაღაც აი ხა ამ ბოლო დროს ხა აღარ გამეკეთებია იმიტომ რომ 4 წელიწადში ერთხელ არის ეგა თან თავი რო არ მოვაბეზრო ხალხს რა და 4 წელიწადში 29 თებერვალს კეთდება რა მაგრამ იყო პერიოდი რომ რაღაცა მოითხოვა თვითონ კიდე რომ აი ხალხმას მითხრა რომ მოდი კიდე დავშაგო და ეს არ უნდა გავჩერდეთ მეგო რა ერთი რაც მოხდა ისა რომ ქართველების ხელით ერთი გამოცხადებით ადრე აი რუსთავი ორზე გამოვაცხადე ზუსტად ერთი გამოცხადებით მოხდა ისე შემთხვევით გავარდა რომ მაქვს ისინი დოკუმენტები ყველაფერი მოწერილები ზაპალერნიმ კრუგამაც დავყარეთ შაქარი იაპონიაშიც დავყარეთ ყველგან თემ სოფლიოში ქართველების ხელით დაიყარა შაქარი ჩვენ დედამიწა დავატკბეთ ქართველებმა მოკლედ ეს შეგვიძლია ვთქვათ რა იგენაცალი კი მოკლედ ჩემოგია რა მინდოდა კიდე მეთქვა რა შენი სიმღერა, ნუ ყველა პოპულარულია თავისთავად რა, მაგრამ ახლა რახან სეზონი ერთმანეთზე უკეთეს. ხო, ყველა სიმღერა პოპულარული და რაც ახლებს ვეღარ წერ, მაგრამ დედოფალი მეუბნება რომ როგორ ვერ წერ უნდა დაწერო და რა ვიცი, ვეცდები რა, მაგრამ არ მოდის. არ გცალი ეთყობა, მაგრამ უნდა ჩაუჯდე. არ მოდის, არა. მოვა უცილებ. რა კაია. ვერც მაგისმინოთ, ვეთო. ხო და რას ვამბობდი, ერთ-ერთი სიმღერა ბათუმს რომელიც უმღერია, თან სეზონი მოდის ხო და ეს სიმღერა სულ აქტუალურია. კი ბატონო. მაგრამ ახლა განსაკუთრებით ზაფხულზე უფრო იმატებს. იმიტომ რომ ბათუმს შესაბამისად მეტი დატვირთვა აქვს. მე სულ მაინტერესებდა, კოიკატო გაგხორმე უფასო რო ჩანდა. კი, მაგ. არის ალალა, ტაქსიც. კი არის და აქედან დიდი მოკითხვა და თქვენ შემოგეულოთ ჩემი თავი. შენი გული მე რა მინდა? აი ფეხზე ადგომით ესე. ბათუმელებს აქედან. მე რა მინდა რო გითხრა ჩემოგია რა. ეს საზაფხულო გასაგებია ბათუმს არა ბაკურიას და ან გუდაურს რატო არ უმღერე იცი როგორ მინდა რომ უმღერო რას გეტყვი თუ იცი მე არ მათშობ თუ აიღე შენ ეს მუსიკალური ტურიზმი მიხედე ბოლომდე სასწრაფოდ გაიზამდროს რომ ხვალ ბაკურიაზეც იყოს სიმღერა გუდაურზეც კარგი ბაზეც რა ქვია დიდი სიამოვნებით, მაგრამ არ მოდის. არა, ნიკუშ, არ მოდის. არა. მე გეტყვი შენმა ჩანთლის ყურია ერთი კაი სოფელი კახეთში. იქნება მაღაზიები. კახეთზე მაგ მე და დავით ამღერებ. მე მინდა კონკრეტულად ჩანთლის ყურე. კი ბატონო, ვეცდები. ახური ქუდი დაიხურე, ჩათნის ყურე. შეგედაც. იმიტომ ეს არის ნიჭიერი. ვინო პეშვი ჩაიპყურე, ყურე ჩანთლის. შეგინა და მე მეტყვის ჩამომხნავი, საგერ არ მოდის. აი კახეთი მაინც რა არის, ნახე. მისკენ რო ვისროლო ის არის. ყველა სოფელზე გამოდის სიმღერა. დღნორისაზე, რა მიდი დაწერე ხა დღნორისაზე. დღნორისა? განა სადმე გორისა. დღნორისა. გეუნები არა განა კასპი გორისა, დღნორისა, მოგითხვა კასპს და გორს აქიდან ყველას. შეგედაც. მაგარი, რაზია საუბარი. ესე კიდე დღნორისაზე რა შეიძლება? აი всё დაუტოვე. არ შეიძლება მაგითო ვიძახ. ჩვენი თანასწორისა, დღნორისა. ხო, დაიჯერე კაცისა ერთის არა ორისა. ორისა. აგრები ხარ. აი ვერი სტორისა. ჩემი. ой, მიდიდა. კარგია. გადასარევი. Yes. მოდის. ხედავ, მოდის. სადაც არ უნდა 47-ის ვარ ეხლა მე. 47 წლის მანძილზე ყველა ქორწილი, ყველა ნათლობა, დაბადების დღე, სამხიარულო სუფრა მოკლედ. ოქროს ქორწილი, ვერცხლის ქორწილი, ბრილიანტი, ქაღალდი. ყველგანა შენი სიმღერა. ყველა მღერის და ძალიან მიხარია. მაგრამ ეს სიმღერა არ იქნება დღესასმინა შემოგთავაზოთ. მართლა? კი. ეს სიმღერა როგორია, ცი ადრე გავაკეთე, მაგრამ მე მივხვდი რომ ქორწილს ესადაგება. აი ეს რაღაცას გეუნები დაგვაქვს. შენი კონკურენტი გავიჩით. რატო ქორწილს აი ეს სიმღერა მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე იმის პატასკვის არ იყოს არ არსებობს ალბათ ქორწილი და უბერავ.
უბერავს ყველგანანი. და ყველა თაობა რო უბერავს კი არა და ყველა თაობა რო უყარს. კი, ვერჯერ გითხრეს, გამომიგ ბიჭებოზე რომ გამომიყვანეთ იმაკასო რა მაგარია, ჰომო. მაგარია. ესეც მაგარი კი, სიმღერა. იცი, ვერჯერ შეგეკითხებოდნენ, მაგრამ აი რატო აი სად დაწერე ეს უბერა? არ ვიცი, თავისით მოვიდა. ეგ როგორ იყო იცი? რაღაც სერიალი უნდა გაგვეკეთებინა და იმ სერიალში ხდებოდა რომ ეს თოჯინები პლასტელინის თოჯინების სერიალი იყო. აგროვებდნენ როგორც ვილი კალეპნეს იმერკაში რო აგროვებენ, ხო იცი გუნდს. ესე აგროვებდნენ და ერთი მივიდო და მეორესთან თქვა პანჩო მივიდო და ვინმესთან. და ეთქოდა რომ მივდივარ, უნდა დავამარცხოთ ვინმე ძია კორუფცია, ერთი აშარი კაცია. მან სოხუმში ამოძირკვა მანდარინის პლანტაცია. ეგეთი ტიპია და ამ კორუფციას დასამარცხებლად მიდიან. და აბა შე როგორ უბერავ? კითხავდა ვინმეს. მე და თავის სტილს შეუბერავ და ხომ სიტყვა იქნებოდა ესა, ესე უბერავ, აი ასე უბერავ, აი ასე უბერავ. ეს უნდა ყოფილიყო რა და მე ეს არ შედგა ეს სერიალი. და შემრჩა ეს რომ ასე უბერავ, ისე რომ რა გავქნა მეთქი. ეს არის რა ქვია. და გავაკეთე სიმღერა რა. გაკლიპული ანუ კადრებით ისეთ ვაკეთებდი სამით და რაღაცებს არის. სამით მეცხრე არხი მომეხმარა, მაგაში თორემ მე ვერ გავაკეთებდი, რომ შევედი ესე ბიბლიოთეკა დავხდა კასეტების, ძველი იმეების რა. ფილმებიდან და ამოკრიფე და ავაკოციცეთ. ესე ვთქვა, მე და ლეჟავა მაგარი კაცი. რავი, ჰიმნია მე მგონი ნიკუშა რა, რა ვიცი. არა, უბერავს თავის დროზე მაგარი იყო. ეხლა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ თავის დროზე მართლა ყველგან ის. ყველგან ყველა სამხიარო სუფრა არ არსებობს რომ არ გაიჟა. რას ველაპარაკები? მე რო გეუბნები. სიხარული რა უნდა იყოს. ორი კაცი აგე რო გეუბნები, საათმა შეიძლება მოგატყუო ჩვენ არ მოგატყუოთ, რო რას ველაპარაკები. იზმაო, მე საერთოდ ვიძახდი რომ აი გოლი გამოუშვი უკვე რა. რაღაც რომ პეჩი ვარ და უბერავ ხო? სამხიაროს სუფრების მიმართულებით ყველაფერმა გაამართლა და ისეთი სხვა არ გექნებოდა რამე საპანაშვიდოზე რო გეფიქრე. საპანაშვიდო არა, მაგრამ აი მე როცა ხო არის ესეთი სიმღერები. მე როცა გარდავიცვლები, დედამიწა ჩამირთეთ, აი გიბარებთ. ჯვარი გეწეროს კაცო, ებში აქ რა გარდავიცვლები. ჯვარი გეწეროს, მაგრამ სხვა ხო არის სიმღერები. საადმი ხვალ ხო იწერებოდა. არის გასოდა, მაგრამ ერთი პერიოდი არ ყვავილებში გაფურჩულ ხარზალა დაგიხსენებია. ატაცებული რო იყო ბიჭო და კი. ყველგან რო ეგისმოდა რა, ადნაჟდევ ამერიკე რა. ნუ არის ხომ ეგეთი პერიოდები, რომ აიტაცებენ რაღაც სიმღერას. უშენოთ აყვავდა ტყემალი მე-40 დღეა. კი ბატონო. და. ეს უკვე ტექსტებია. მოკლედ, რა სიმღერით დღეს? დავზღვერი, ჩემო კარგებოდა, აი ეს მოდის მატარებელი ინდიგო რასაზე იყო რა, ინდიგო ხო ესე ახალ თაობა. ხო და დავტოვე შიგნით მონაკვეთი რაღაც, მაგრამ მიუსადაგე ამას და საერთოდ კლიპი მინდა ამაზე გავაკეთო რა. ხო და აი როგორ ამეცი ქორწილში ხდება, ჯერ პატარძლის, ჯერ ნეფეს მხარე შემოდის ბიჭები, ვაშკაცები, ესე მატარებელივით დაწყობილი, მერე გოგოს ხარე, ჯერ სიზეს ახასიათებ, მერე გოგოს ხარე, გოგოს ახასიათებ დედოფალს, მერე ერთიანდება და მთელი სუფრა ესე დადის გარშემო და ეს მატარებელი მოდის და ბოლოში ერთად და არიქა და ხა ბოში ხარ გააჩენენ, მაგრამ ნუ კარში, მოკლედ. ყველანაირად მაქამდე რომ მიიყვანო ხელს უწყო. კი ბატონო. საინტერესო იქნება. ესე მინდა რამოდენიმე ქორწილში ვცადე და მაგრა გამოვიდა ძალიან რა. ძალიან აი ლამაზი საყურებელია და ატაცებადია რა, ესეთია რა. კი ბატონო, მაშინ ატენს გიხდი. ატენს გიხდი. ხო არ ვცადოთ? ცადოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. კარგი. ჩემი თქო უნდა იქნება რომ ამყვეთ. შევეცდები. აი რაღაცა მინდოდა შუტკა მომეყოლა კიდე. მე მინდა რომ ისა ვაჟის მხრიდან ვიყო. რო გამოვა მატარებელი. კარგი. აი, მოიცა ქალის მხრიდან მაშინ მინდა ქალბატონს თხოვოთ. კაი, ამას იმას ვიზამ. რა გინდოდა მოგეყოლა? რა მინდოდა მომეყოლა, ჩემო კარგო და ჩემი მეუღლის ფატუნას ტელეფონს ვერ პოულობ და ვეუბნები რომ მოიცა გადმოგირეკავ მეთქი რა და ურეკავ. და რო ღამეა 1-3 საათი და რო გაიწყო ზარმარეკვა და ვინ გირეკავს ამ შუა ღამისას მეთქი. ელეფიუსი რო მეურეკავ. და გაჭედე ხო რე ვინ გავკავჭენ. პირიქით მოვყევი ხო? კარგია. ვაცა ეს კიდე მოვყვები. ეს კიდე მოვყვები, ესე იგი ისრაელში ვართ და აწყდა ეს ბომბები
მაგ დროს დაემთხვა. მაგ დროს დაემთხვა, კაცო, ჩავედი იქ, მოვილოცეთ 1-3 დღე. დავყარეთ შაქარი, თაფლი ჩავყარე ყველგან იქ ადგილებში და ველოდები, ეხლა რომ აი რა ის იქნება, რა ქვია, რეაქცია. და მესამე დღეს დილით მაღვიძებს სირენა ბიჭო. აუ, გაუგიჟდი კიდევ გადავერი. ფატონიკოს ეუბნები, ფატონა, უკვე ბომბების ყდება, უკვე ხმა გავიგე, რომ აფეთქდა ბომბა. წამოდი და თმებს ივარცხნით. მოიცა დამასადე გავიშრო ბოლომდე და მერე წამოვა. ეთქი დედოფალიც მემყოლია, ეთქი ბომბების არეშინია. ხო და? გამოვდივართ ეხლა გარეთ და როგორ არის, რომ ხალათი მაცვია, სანამ გარეთ გამოვალ. ხალათი მაცვია ეს თეთრი და გადავდექი იმაზე რა, ფანჯარაზე. ბიჭო, ხედავ ეს ხალხი გამოიხედება, აქეთ ესე პირჯვარს იწერს. აქ ვიღაცა გაჩერდა პირჯვარს იწერს. გავიხედე უკან არავინ არა. გავიხედე უკან. დავაღე ფანჯარა, რა ხდება? მე აუ, გია შენა. აუ, ჯაგეთია. ეგეთი ამბებიც მოხდარა. ჯაგეთვა. ეხლა შემოგთავაზეთ სიმღერას და თქვენი იმედი მაქვს, რომ ამყვებით. შევეცდები. კი ბატონო. მოდის მოდის მობძანდება მატარებელი მოეკანება აქ ისეთი ამბები მოხდება რომ ყველას მაგრად გაგვიხარდება მოდის თანაც რა მოდის მაგრად მოდის თანაც რა მოდის და შემოდიან მაგრად მოდის მოაქვს მაგრად მოაქვს ეს ისეთი უშიშარია ვაშკაცია თავმდაბალია გულში ბოღმა მას არ ჩარჩება მისი მადლი შვილებს დარჩება ყველა ვერთა დავა მოდის მატარებელი ჩვენი გულის გამხარებელი მოდის მოკრის მოეკანება ეწვი არავის ეპარება დავიდა პატარძის ხარი მოდის მოკრის მობძანდება მატარებელი მოეკანება აქ ისეთი ამბები მოხდება ბაბლები ბაუ რომ ყველას მაგრად გაგვიხარდება მოდის თანაც რა მოდის მაგრად მოდის ყველაფერი ერთად გამოდის მაგრად მოდის მოაქვს მაგრად მოაქვს უნება მისი მანტია ალმასია ბრილიანტია ის ყველა ძვირფასი თვალია ბუნებრივი დედოფალია აი ხა ერთად მოდის მატარებელი ჩვენი გულის გამხარებელი მოდის მოკრის მოეკანება ეჭვი არავის ეპარება მოდი ყველამ ერთად ვიაროთ დედამიცა შემოვიაროთ დონი წავიდა ოპა ყველას უთხრათ რომ გვიხარია რა კარგია რა მაგარია მოდის მატარებელი ჩვენი გულის გამხარებელი ჩვენი
გულის გამხარებელი გულის გამხარებელი მოდის მოკლის მოეკანება რასა ინდიგო მოგზანდება რასა ინდიგო მოგზანდება აბოიე მოდი ყველა ერთად ვიარო და ვიცა შეფო ვიარო ყველა სულადრო ვიხარი ყველა სულადრო ვიხარია რა კარგია რა მაგარია შოუს თქვენ შოუს უნიკალურ გენიალურ შოუს გაუმარ აი თქვენ არ გაშენათ ღმერთმა რა ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, რუსთავი 2-ზე მიმდინარეობს ერთი არაჩვეულებრივი პროექტი საქართველოს ხმა, სადაც შემოპააცა ჩვენი ტელემაყურებელიც ალბათ დაგვეთანხმება იმაში, რომ ნათლად ჩანს რაოდენ ნიჭიერი თაობა გვყავს მომავალი თაობა და სწორედ ამის გამო გვინდა ახლა სტუდიაში მოვიწვიოთ ამ პროექტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გთხოვთ მივესალმოთ ბექა მაისურაძე რამსიგზე შესავალი დაუკრეს, ეთყობა მოსწონთ ბიჭებს, რომ უნდათ რომ რაღაცა ფანოღები იმღენ. ბექა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდი მოიცალე, ვიცი ძალიან დატვირთული, ასე ვთქვათ, გრაფიკი გაქვთ. და იცი რა მაინტერესებს, ალბათ ბინა გაქვთ, ხო თქვენ? ბინაში ცხოვრობ კი მოკლედ. საკუთარი არ არის. საკუთარი არა, მამა ჩემის, დედა ჩემის, ჩემი ოჯახის მოკლედ. ანუ მშობლებს უნდა დაველაპარაკო. არ გამოვა, არასრულწლოვანია. რამდენი წლის? 16-ის. რას ზარ მათ სოფში 16 წლის ასე რომ ღერი ხარ 76-ის რას ისდაო. სერიასაკის ბიჭები მე უკვე 18-ის არიან. მითხარი საიდან გაჩნდა ეს სურვილი რომ მიგეღო მონაწილეობა? მონაწილეობა ისედაც მინდოდა კონკურსში, სადმე სატელევიზიო შოუში, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი სტუდიის მასწავლებლებს დაურეკეს, თუ ყავდა ისეთი ადამიანი, ვისაც ენდომებოდა ესეთ კონკურსში გამოსვლა და მან ჩემი რეკომენდაცია გაწია, ასე რომ თქვა. და როგორ გჯდობ თავს? ძალიან მაგრად. თევზი წყალში რო ამბობენ ხო? კი, ნამდვილად, კი, ეს ჩემი სტილი. ეხლა რა ტური არის ეხლა? უკვე როგორ რა გაიარე? ეხლა გავიარე დუეტების ტური, დუეტი, რომელიც არის ამავდროულად დუელი, ესე შეიძლება თქვა ქართულად. შენ იუმორის გზნობაც ქონია, ხედავ შენ. ესე იგი, რა არჩია საქმე ახლა? მოახერხა ნამდვილად, რომ ტელემაყურებლების და ჟიურის სიმპათიას თავისთავად, რომ არ გადღერისვარა. ის კი არ იცის, რომ თავარი აქ არის სიმღერა როგორი გამოვა. ჩვენზე მკაცრი ჟიური არ ყავს. დოლგარმოზე თუ მღერი? დოლგარმოზე მიმღერია, მაგრამ ხა ესე არა, საერთოდ არა. რატო არ ქეიფობ ესე იგი? საიდან შემოხვედი? აი კიდე. ხო დაიმახსოვრე? უკან როგორ უნდა გახვიდე? რას ქვია, ვინო დოლგარმოზე არ ფერი და რანაირად გამოვა? ჯერ მაგაზე მე ჩვენთან მივლინებ ერთი. არა, მე ტესტი თუ არ ჩავიბარი არ გამოვა არაფერი, რა. არ გამოვა. მოკლედ პატა გადავიდეთ თავარ თემაზე, რატოც მოვიყვანეთ ბექა. არ გადავდივარ თქო. ხო და დღეს რა თქმა უნდა ბეკაც ისე ვერანაირად ვერ გავუშვებთ რომ მან 250 კილოგრამი არ აწიოს ჩვენ სტუდიაში. ხო, შემოიტანეთ შტანგა. გელოდებით. ბეკა მომისვი. გისმენთ. წახვალ და გამიფრინდები, იცი? წახვალ და გამიფრინდები. მერას მეუნები და იცი? დაუკარით აბა ნახოთ. ეგრე არ ვიცი. აბა მიდი. მე მოგეხმარებ მეჩე. აი ეს არის კონკურსი. ისე დაგიწე გონია. ოროდენა გოლიაც რაჩიკი გული გონია. აბა წავალ და გაგიფრინდები ისე დაგიწიმ გონია ეს ამოდენა გონია რაჩიკის გული გონია. რაგი დაბარებს გამოსაცდელს რა.
დავიწყებთ ეგ კონკურსი და დამთავრდება, მე დანიკა ვიწყებთ ბიჭებთან ერთად და მაინც ამ სიმღერებზე იყავი მზად რა. გამომუშავებ. მე პირდაპირ გეტყვი ხალხს ეს უყვარს. კი. დამიჯერე და 2-3 სიმღერა უნდა იცოდე. კლასიკაში რომ მაგარი ხარ, კი ვიცი და დაამტკიცე და დუეტში და დუელში. ეხლა რას გვიმღერებ? ეხა ინგლისურ სიმღერას შეგისრულებთ, უცხოურებია? კი, შეგედა რატო მოიტანა? მანდა მე გეტყვი სპეციალურად, ახლა ჯერ ვარ ვიცით. რომ ვერ გავიგოთ და გაძურეს ჩვენი კონკურსი. უცხოური ფანოღია, ეფი და პურმარილი. სადაური უცხოურია. ამერიკულია თუ ვასწრებ? თლათ ამერიკა. კი. ინგლისურენოვანი, ანუ ინგლისურენოვანია, მაგრამ იდეაში ვინც მღერის, ვის რეპერტუარშიც არის ამერიკელია თუ ვასწრებ. შეგენოთ. მიკროფონი, ასცენა. წარმატებები ბექას და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ ტელემაყურებელს უთხრა, რომ 100-ია ჩემო ძვირფასებო. რუსთავი 2 გთავაზობთ ასეთ პროექტებს, სადაც მინიმუმ 1 სახლი ბინა თამაშდება. წინაში 2 გათამაშდა. ამიტომ მიიყვანეთ ბავშვების სიმღერაზე ცეკვაზე და იქნება შანსი, რომ თავისით იშოვონ ბინა. ხო მართალია? რა თქმა უნდა. მე დაგელაპარაკები მაგამ ბავშვი. კაი. აბა ჰე, წავიდა. Birds flying high, you know how I feel. Sun in the sky, you know how I feel. Breeze drifting on. ელენთა გამოგლეჯილი. როგორ ხარ, ვიჯო? ეგრე უნდა მიატოვო შენი აკაი თანასოფალელი, არ უნდა გვაქვს. აბა ვიჯო, აბა დაადებ თავს საყვალ, როგორ შეიძლება? შენ რა გიხარია? გავხდით ისე 2 პაადა და წინა ვარ. ეგარი. ჯიგრები ხარ, გენაცვალე, გამახარე, პაადა, ჯიგარო, კარგა უნდა იყო, გსორენებო, ვიჯო. რა უნდა გითხარი? რა თარგაცია თქვენ თეთრის არ უჭკები, ჰა? როგორ ბედავთ? თქვენ თინ არ იყო ბოლოზარი? კაი, თქვენ სამსარაბარა, დიმა, შენ თინ არ იყო ბოლოზარი? აი, ვიტყარი, ჰა? აბა ვიჯო. 2 წელი დამცა, მაგენ ჯერ მომშები არ დამთავრებელს სკოლას ვიო, 2 წელი. დედა ვიო, რა ამბავი იყო სოფელში, ვიო. იყო სასაული რამბავი, რა ხდებოდა ვიო? აი, მოსამსვლელად ვერ გამევედი გარეთ, გედევირი, ეგაზი გავიდა. ამდენი ხალხი ადის, ჩამოდი სად. მიდი, მოდი, გადი, გამოდი, სიმღერა ტაშმანდური ერთი აბა. მაი, განსაკუთრებით საქობოის საზღვართან რა ხდებოდა? პიპიპიპი კაკაკაკა, პიპიპიპი კაკაკა. ორი დღეა მთელი სოფლი ბალღები თეთრ საროჭკებში დარბიან. აწერენ ერთვეს და ფლომასტერებით რაღაცეებსა. ბოლოზარია რა. აი და ისევე სვავიდა გამახსენდა რა კარგი იყო ბალღობა. აი ყვაწილობა კარგი იყო. მოაწვამას სენტიმენტები. მაგარა. არა მართალი ხარ შემოძავე რაჯობია ვაღნობას ვიო. დედა რა დღეში ვიყავი სკოლა რო დავამთავრე ვიო. გადავრიე მთელი იმერეთი წანევით ვითარზე მივედევი მთელ ქვეყნიერობას. სახში მივიტან არ ვახს. მაშინაც ეგრე თრებოდი შენაეთყოა. რომ პატრონს ვერ აიცნობდი. აი სად გამ. იწყო ხა ჩრიტინი ისევე ვიო. ახალგაზრდა რო ხარ ვიო მიუჩოველი. დათრებ იმას ეპარატეგებართება ვიო. რავი მე მესამე კლასის მერე ფეხი აღარ ამრევია და. რავი მერვე კლასში 40-ების თამადა ვიყავი უკვე. რა სწავლობ?
ავიღებდი თლილჭიქასა ქელეხში. იცახდნენ ვისი ბალღია ესაო. რას დაბარაგო, ვისალეული უკრავდა ტაში. მიდი წაიკითხე, რეები წერია იქაო, მიდი აბა. აი, დევისხებს და რეები წერია და იუდა ნაკანუ ყოფილა გადარეული თურმევი. რასო კაცო? რა უბარიო? რა მოვიდა საწყალს, რამ გადარია და ბოდიშტო ვინაგი? აი, ახლა იუდა ნაკანუ რა არის? სამი ახლა რუსთავის საფეხბურთო კლუბის იაპონელი ბომბარდირი როა. იუდა. ნაკანუ. მაგი არ რუსთავია. მე მაგი მეტი რა ვიცი ახლა ხო და რაო მაგანა ნაკადუმა. რაო რა გაგურებულია ეს ჩვენი იუტა. რაო ჯო დამოიღერე. რუსთავშიო. ხალხი გუჩაში ეწევა სიგარეტს. ეს ამპერები ნახევა. ჩვენთან რა გზალულია ვახ. იაპონელები ისინი არ არიან უმათ რო ჭამენ თევზსა. ხო არ მეშელება რამე. ეგ არ უყვის მაგასა და სიგარეტს გარეთ თუ ეწევიან ხალხი ეგ უყვის. უმითევზა ეგრევე შევადა რო ეყნაბა ჯერ ხო დაგახია. მაგუნებ თევზს უვად. აბა სიგარეტს მოწე უყვის რუსთავში და კრანი რომ მოუშვას და გაგიჟდება ზღალი რო არ წამო. მაგასა ის არ უნახავ სიგარეტით ხელში ჯანმრთელობის სადღეზე ესე ვამოვწყოლვე თორე თუ გაგიჟდებოდა ეგა. დედაუტი რა ეგ ჭიქა რო გიჭედა ემაში რო გაქრა. ანსალე ჯერ ცოტა ხანი ჯერ ეტყობა მაღალ სართულიანი კორპუსი და დაგვისმარგი არ დაცებია მაგას თავში და მე აი მიაპონელი ფეხბურთელის გასაგონად ვიტყვი ახლა. რა ქვია ბიჭო რაო? ხო. იუტა. მახსენებს ეგა ნაკანუ, ო, ნაკანუ. დანასუ გაგიკვირდება ძმაო იუტაო. თორე ცოტა ხაიში გოლების გამოშვებასაც გასწავლიან ნეგენი, ვიცნო მაგათ, აყმაწვილ კაცებასთან ცხოვრობდი მადა. და ეხლა მამიწყვა კულტურული შოკები რა. მაინც ერთი თუ ძმა ხარი გააგორე პასი მიეცი ბიჭებს ან უანერულებ ქართველებს აი. და კარგი იდეა. არა ეხლა რუსთავ გადავაჩვე პაპიროსსა. ურეთი აბა. ვიდავარებოდ იუტას თავი ხედავ. ავარებოდა, განებეულა რა მქონა თვითონ არის თქვა თორე მე სულ არ ვიცნობდი მაგასა. მოკლეთა ისტორიაშიო, შემდეგი თემაა. აბა რა. პირველათაო, ადამიანსო შარდის ბუშტი გადაუნერგეს. შენ რაზე იყავი წეს? შენ ხო არა? ვიჯო, როგორ იცინი ყველი ვაჭარი ვიტენ შეხედე. მე რა მაინტერესებს, თუ შარდის ბუშტი გადაუნერგესო, ვიო? იმედია ცარიელი გადაუნერგეს. სამზიარებო. მართალი ხარ, ცარიელი და მე თვითონ გააზაფრავკებს. რასო სავსე ვიღაცი შარდიანი რა არა. მოვიზირო რომ ბეგვა და გედეინარ გამერე სუფრა არ უნდა იკისროს მაგარიჩი. რა იცმო მე მასეთ სუფრაზე ჯერ არ ყოფილვარ კაცი რო ახალი შარდის ბუშტი აღნიშნამდეს მე არ ვიცი ეგა და მაგენ ახლა შეხედე რა ვერ არის ახლა მაგან და მოწყობილი ვისაც გადაუნერგეს ის შარდავს და ვისაც გადაუნერგეს იმასია მომდებს თუ აკაცო თქვენ უკითხებს ასვამ დღესა ხო იცი მაგრამ ერთი ნაკლი აქვს ჩიტოვიჩი მაგასა თურმე დამიგდე ყური პირველი სამი თვე დონორმა თუ არ გააფრთხილა ფიში მინდაო რა შეიძლება ჩაიფსოს არ ყოფილა მაგაიო მოვიზავია ისე ნედა რა იძდება ახლა ახალი შარდის უარწერია ვადანა რა გინა არა წერია მაგრამ ორ წელს თუ იყიდი გარშოკი მოყვება საჩუქრად რა რეაქცია არის ოღონდ სახელურია შიგნითანა გარშოკი აი რა ვაჩრიტინო ვიო გარშოკი კი არა ის კიდო გადავალვე შედეგამ მავზია შევეშვა თორემ ვიდი რაო მომსავს მაგრამ ჩვენი ისაა საფრანგეთი ამაზონის ჯუნგლებშიო ციხეს ააშენებს არა მიჩაგრავენ ამ ბიჭებს რა ეხლა იქ უნდა არა შაინება ვიდი არ იქნება ეგ ადვილი ვიდი მან და ვინმე ფრანგი უნდა ჩააყოლონ თორემ ვერ ააშენება მაგ ციხეს რა ააშენება აი სურამი ციხეს როგორ საქმე ძმაო აი ფრანგი რო ეხლა ატაკო კედელში ეგ არის რა ვიცი ზამი რა ვიცი ჭკვიანური კია მასე ციხეს ბადრაგიდან დასვა გერდაგჭირდა გაიგეს დუგიო ვიგი გაჩერჩენდი წალი სად უნდა გაიგეს ვიჯო გამოსული არ ეგნევი და ნებხვი შაქჭა რომელი
ნებხვი, ზოლები. ვებხვი. თუ გეკეცი მაგაზა, ნიანგს ვერ გეეპარები. თუ გაგიმართა და ნიანგსაც თუ გეეპარე. არა კონდა რა საიკეთესი. როდაქტაცებს პირსა და მოვა. თუ არა კონდასაც გავეკეცი, ესე იგი დახურე თამაში და ეგაცამე. სუპერ მარიო, მეტი არამერია. მართალი ხარ, ვიდეო კი დაით, მაგრამ დავიჯერო მართლა ეგეთ საშიადგილი ამაზონ ჯუნგლები. რა სიზახსავია შე? როთა რა. იმის დანასაშის ადგილას აშენებენ, მაგრამ იციხეს იქოური ხალხი გარედან უბრახურებს გარემოს შეგვიშვით. მართლა. კი აპა. სხვათა შორის გურჯააში წაპირებდნენ ციხის აშენებას. არა უხუმრო, ვიყო ეგეთი ამბები. მაგრამ ეხლა ეგეთი მძიმე დანაშაულებიც არ ახდება ჩვენთანო, გაიგე და გადაიფიქრე იმე. როდა ეხლა განვაგრძობ კრიმინალურ ქრონიკასა. ქრონიკა. ძალიან შორსა ვარ დღესა გაჭრილები. კენიაშიო, აი არ არის კენია. 5000 ჭიანჭველის კონტრაბანდისტნო საერთაშორისო დაჯგუფების პატიმრობა მიესაჯაო. 5000 ჭიანჭველა, შაქუჩება არ გინდა? რას ლაბარაკო, ზავია, რა ჭიანჭველა, ვიო, რა კონტრაბანდა ჭიანჭველას რა უნდა? რა უნდა ეხლა ვის რა თუნდა ჭიანჭველა ეტყობა ეგინოდა. აი შენ ეგრე უყურებ ცინიკურად ჭიანჭველებ. დამიგდეყული? ეგა ბიჭო კენიური ჭიანჭველა, მაგარია. თითოშიო ბრიტანელებიო $220 ხდიან, არც მეტი არც ნაკლები. მაშ ესე ყოვა იცი რომელი ჭიანჭველებია? იგე უყურე? წელი და ჭიანჭველაში რო არის, გაიგე? მოლაპარაკე. არათაკის ეგრე ძვირი, რა ვერ გავიგე. მოლაპარაკე თუ ზამია, აბა სულელები ყოფილარი კონტრაბანდისტები, ჩერჩეტები, ვიო. შეოიახა შელებულო, 500 ჭიანჭველა რომ ვიყავს. თან მოლაპარაკე. რომელიღაცა გამოსდებოდა იქიდან ჩაგიშობს და მარას. ციცხვილი ავიჯო ვერ ამომე. აბა ჭიანჭველა რო ეკითხე რა ზეზიხარო? როგორი სათქმელია ჭიანჭველები კონტრაბანდაზე. აი, რო თქვა ხო დაიქოთავენ. ვისე кайფებიო, რა ჭიანჭველა და არიანა ეგრე ჯუმად. დღეს რაცხანა მეტანი მიეწყო ზავია კრიმინალი აგარა, მაგრამ ეს ამბავი რო არ თქვა არ შეიძლება. მიდი დაიწყე. ციხის ტერიტორიაზე დეიჭირეს კატა, ვასო. რომელსაც ნარკოტიკები ქონდა მიმაგრებული. რა თქვა კატა მე? კატა. მაითხო ადვოკატა? კი, მოუთხოვი ადვოკატა, მაგრამ იმ ადვოკატას უთქვამს კატიმრობა რა გზდება. კაცო, ხედავ, ადრე კატები იჭერდნენ თაგოშა და ეხლა კატებს იჭერენ. აირია სამყარო ვინო, აირია. კატაიო, კატა, როგორ უნდა დაიჭირო, კაცო? მაგი არ ვიცი დავია, მაგრამ როგორც კატა ამბობს, კრისებმა ჩამიშვეს. ხედავ შენა. რამდენარი კატა არ გამიგონია? ბრიტანულიო, თურქულიო, ეგვიპტურიო, ჩექმებიანი კატა გამიგია, მაგრამ ბარიგა კატა, იო პირველად ავნახე, რავი მაგით დავატირე. აირია მეთქი, სამყარო. მეურები ხო და მე რა ვახსნის ახლა ბარიგობას უბნის კატებს. მაგარი საკითხი. მართალი ხარ? არა და იზახთა თურმე ჩემი რა ჩავიდეს. რაიყო გოგო, რა გული გამიხეთქი, ჩაანგრია პოლი, რაიყო, ჩამოდი ხო, კარგად ახართ, ხო? იქიდან გისმენდით ახლა და რებს ელაპარაკობდით? რაიყო, რა დამშვიდებული ხარ, რაიყო, რა ხდება? ვიო, რა იყო, კაცო, კატა დაიჭირესო, რაღაცაო, ჭიანჭველების კონტრაბანდაო, ჰა? რა დაილიეთ დილიდან მაგდენები? ამზადი ჩემოდაია არაფერი. დაჯე. სამსამის და განისმენდი, თუ განავსვლად ეს ჩემი გუბოა თამაში ხელში. რო გეგადრება და ამზადი. გადი ეხლა შენ თავი დამანები. აი ეხლა შენი ქელეხიც მემახდევინე კიდე რა. რამდენი დავლე და რაც იყო იმ შტომში დარჩენილი სულა. რასამო, ბიჭო? 2 ლიტრა ეკლდა ემოციასა და იმდენი ამდაგალევინათ, ხო არ გადაირიეთ თქვენ. ბიჭო, ვერ ახედავ ქვეყანაზე რა ხდება? ვაი, ვერ აიხედავ? ბალყიმა სკოლები დაამთავრე, ახალ ცხოვრებას იწყებენ. აბა მაგათვი გზა არ უნდა დეგველოც, რამოდენა კლასებმა დაამთავრეთ, ერთ კლასზე ხო არ გავჩერდებოდი. მე-12 A, B, C, D, რამდენმა იარა და ჩამეირა გზა ნოულოცეთ სულ ყველას და
არასრული პრობლემის გვარდავალებიებდი და ჩვენ დავზევით. რა თქვენ ხო მიზეზი არ დეგელებათ. აჩერდი, გოგო, გაჩერდი. მე და შენ რო სკოლა დავამთავრეთ, აბა? შაატოკე გოგრა. გახსოვს ჩვენი ბოლო ზარი მემრე, ჰა? სახში რო გაცილებდი ხოლმე, რა მოდელაზე ცხოვრობდა, ფეხებზე მოვატრევდი სახე. თან ეს ბალღობაში სწრაფად დადიოდა. გაჩვდი ვიტო, ხალხი გიყურებს ახლა ეგ რა მოსეტანია. არა გოგო, იმაი რა უყვები ორღობებს. არა? ეს სიმღერა ვიმღერეთ მე და შენა, მაგაი ვამბობდი, რა კაი დრო იყო. სიჭაბუკე. ეგ მახსოვს, კაცო ეგ როგორ წდებოდა. ექსომე. თუ დამეტი რა ბიჭო. მე ბაბალი გამიჯერა დე. აი ეგ სიმღერა შემონახული კიდე რა სიმღერას გეროდი გამისო. მაგ როგორ კასეტაზე გვაქვს, ბაშა. რა სიგასო ვიდეო. რო? ვიდეო კასეტაზე გაქვს. ვიდეო, ბაშა. ვიდეო საერთოდ არა. ხალხ ვარ ვაჩვენოთ. მე ბიჭო აპა რა უნაქნავი რა ფერიცი ხათრიანი არის ხანახა. არა მე დაგსო ბიჭოს გვაინტერესებს გადავავლოთ ერთი და არ გიყო ჯიდოშ დაადათა რა აი კარგი. მარო მიდი გამაიდა კასეტა რა. გამაიდა. ჩაკნონის და ოსტრავ დრაკონი რო აწერია მაგაზია ბოლოში მიწერია. აი გედაგე. დაიზა სისხლიანი სპორტი. ეგ თავდება ეგ კონტექსტურად მიგიწერე. არა ფენ არ აწერია ის არ გამაიტანო. არ შავწმე ალაგა. რაიონული მასშტაბით. მაგასეთა არ ვაგდე, რა თუნა გადავა. არა, იყოს ხანდახა ხოლმე. ეხლა მაინტერესებს მაინც კაცო, იკაცი მაიყვა 100 წოლად იმ ქალსა თუ არ მაიყვას. 10 წელია ეწვალობენ, რავი, მაგიდან დავატი. მოკლედ დავცხოთ, ჰაჯი. დაცხე. ვიდო არის ხანდახა გერმანულ ფრაზებს რო უყურებ. ვაუ, არო მოგინა, საიდან ვიცი? ზაპარა. ჰლო, გერმანულ. დეიც. წაველი. კასი ხარული თვირი ვარ სკოლა ერთად დავამთავრეთ მესამე წლი დიდი ვარ თეთბერანგში დაფარფატებ ორ როგორი ძელკი ხარ მე ვარ შენი ტიტანი კი შენ კი აიზბერგი ხარ მერვე კლასში რომ ჩაგტოვე სადამ მქონდა თვალები ანა მართლა მეგიყვარ ვარ ანა ჯასებალები ბიჭო როგორ დამატყვევე მართლა შენი ბედი ვარ შეხა ჩემი იფლი ხორდი მე კი შენი მტრედი ვარ ჩემო მარო ბოლოს არის ამოიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მარო ჩემო მარო ბოლოს არის ამოიდა მოდი სიყვარულო გავიპარო სკოლიდან მიხო ჩემო მიხო ბოლოს არის მოვიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მიხო ჩემო მიხო ბოლოს არის მოვიდა მოდი სიყვარულო გავიპარო სკოლიდან და შენი რომ მიწუნებს გეტყვი რასაც ვაპირებ შენი ხათრი რო არ მქონე ერთი მაგრად ვაგინებ სტუდენტობა აცადეო მაგაი გულში ჩავიხებ სკოლად უნდა მოგიყვანო ციგნებ კი არ დაგიხებ გაჩე ბიჭო სისხლია ხედავთ არ ვარ მარტონი მამა ჩემმა არ გაგიგოი არ გაგინოი პატრონი მაგაზე ვილაპარაკოთ აქ არა და სხვა დროსა ზურგი მოიწინე და გაწერ მიხო პლიუს მაროსა ჩემო მარო ბოლოს არის ამოიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მარო ჩემო მარო ბოლოს არის ამოიდა მოდი სიყვარულო გავიპარო სკოლიდან მიხო ჩემო მიხო ბოლოს არის მოვიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მიხო ჩემო მიხო ბოლოს არის მოვიდა მოდი სიყვარულო გავიპარო სკოლიდან
ჩოლადგა მამყევი ბოლოზარი მკიდია უნევაც კი ფარახარა ერამინადია დამიჯერე პრიანიკო კარგი შანსი გვეძლევა მე მგონი რომ ეგრე გოხტათ ქორწილში წარგვეცმევა სადღამ ნახავ შენისთანა ბაშკაცა და ღონიეს ასე უცებ ნეცკინიგვის როგორ დამიყოლიე მოდი ვითომ მამიტაცე ხელით ამწვდი წრეშია აგე იქით გელოდები სკოლის გასასვლელშია არო ჩემო მარო ბოლოზარი ზემოიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მარო ჩემო მარო ბოლოზარი ზემოიდა მოდი სიყვარულო გავიბარო სკოლიდან მიხო ჩემო მიხო ბოლოზარიც მოვიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მიხო ჩემო მიხო ბოლოზარიც მოვიდა მოდი სიყვარულო გავიბარო სკოლიდან არო ჩემო მარო ბოლოზარი ზემოიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მარო ჩემო მარო ბოლოზარი ზემოიდა მოდი სიყვარულო გავიბარო სკოლიდან მიხო ჩემო მიხო ბოლოზარიც მოვიდა სულ რომ ერთად ვიყოთ უფრო მეტი დრო მინდა მიხო ჩემო მიხო ბოლოზარიც მოვიდა მოდი სიყვარულო გავიბარო სკოლიდან ძირფასო მეგობრებო ვაგრძელებთ ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აი ახლა გვინდა სტუდიაში მოვიწვიოთ მაგარი ბიჭები მუსიკოსები აპოლონ ლოთუაშვილი და სეიგან საპონჯიანი ერთი კიდე ფიაგე უგროვესი მადლობა ბიჭებს იცი რა კომფორტული გვარები გაქვთ მინდა გითხრათ რა ლოთით დავიმახსოვრეთ თქვენ და საპონით თქვენ კი ბატონო დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ პირველ რიგში დავიწყოთ აქედან ინტერნეტში თქვენი სიმღერები ვნახეთ მე ბატონო ხო გენაცვალე აქედან ორი ჩვენი კი ბატონო ჩვენია კი ბატონო და მოგიწვიეთ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ თქვენ ყოფილიყავით ჩვენი სტუმრები რომ ახაც გააჟღეროთ კი ბატონო აუცილებლად თქვენი ხმა კარგი მოდი დავიწყოთ ეხა სადაურები ხართ რომ გითხრათ დავიწყოთ თქვენგან მე გახლავართ სურამიდან პატივცემულებო შეგენაცვალე ვასკა გრიგალაშვილისგან კი ვიცით ამიდის პროგნოზი სურამში და ეხლა მუსიკასაც ნელა კი ბატონო ანუ შესაბამისად და მეც არ გავიგე ნაზუკი მომინდა როგორც შემოხვედი ბატონი სეირანი მადლობა მოწვევისთვის მე გახლავარ ქალაქ ახალციხიდან აჰა გადასარევი მუსიკოსი ჩვენიერი გადასარევი ძალიან კარგი ახალ მე და პატა ძირითადად ხანდახან ხო იცი ერთმანეთს რომ ვეხურებით და რო გვიხარია მე დასავლეთიდან თუ არის სტუმარი ეს აღმოსავლეთიდან ახლა დავეძალეთ ცენტრალურ და სამხრეთ საქართველოს ფათაშორის სეირანი წერს სიმღერებს მუსიკებს და ნენელა აპირებს რომ ერთობლივად გამოუშვათ ეს ქართულ სომხური ვარიანტები რომ არ დავხოსოთ მე ერთმანეთი არა ჩემი არა შენია სიმღერებზე რესტორანში მუშაობთ ახალციხეში და იქ მუშაობთ ხო ქალაქ ასპინძაში კი ბატონო აჰა ასპინძაში მუშაობთ რესტორანს რა ქვია ჩიკო ქვია და ჩიკოს ბენ ჩიკო მე ჩიტო გავიგე ჩიკო ჩვენ ბენსაც ჩიკო ქვია ხა ერთი წევრი გვაკლია ანანო მაგრამ ეს სიმღერის ფორმატი ისეთი იყო რომ მე საუმავლოდ მე ჩავს მე ჩიტო მეგონა და მეთქი მამაჩემა დატო ოთხი რაღაცები ახალციხე ჩიკო შენადა რა უნდა გითხრა აი ხა რა ისეთია ასპინძაში რესტორანში დადის ხალხი ეს K-pop-ს კი ბატონო სხვათა შორის ცენტრალურ გზის პირას არის და სხვათა შორის აი ერევანი ანუ სასომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ახალქალაქისკენ ნუ ცენტრალური აბრეშუმის გზა რა უსაური ხალხია რაც K-pop-ი დადი არა რატო ამბობ ფიცი იქ ვიყავ ერთხელ და ნახე არ ვიცი ხა იმ რესტორანზე ვსაუბრობთ თუ არა ქვევრში ქონდათ ლუდი დამზადებული. ოი, ზუსტად. ეგ არის? ზუსტად ეს რეგიონია, კი ბატონო. კიდე აწარმოებენ? კი ბატონო, სხვადასხვა ძალიან ბევრი დასახელების ლუდს უკვე და კიდე შეცვალეს კიდე ტექნოლოგიები კი მეტყობა
გაბარიტებზე რომ სხვადასხვა სეირანას დაამაგრებულ კეთყობა კი საკითხები. მან ღილზე ვარ ცოტა ისე. აკეთ. შენ ერთი მწკრივი ვარ, ამან თუ დააყარა ორი რიგი აქვს. გრანატას ავით. შეულებრივი პისტოლეტით არის, ის არის ავტომატით მოსული. აი, ესე იგი, ასპინძას დიდი მოკითხვა, ძალიან ბევრი მეგობრები ყავს და აი მოკითხვა ჩვენს ასპინძური ჰუმორი ხო გახსოვს მე რომ მოგიყევი? მოკითხვა ჩვენს სტაფს აქედან დიდი სიყვარულით. რეგენერაციული გესტუმრები დაუწირე. არ ბატონო მომბზანდით. ესე იგი, რა მინდა რომ გითხოთ, რა სიმღერებია თქვენ რეპერტუარში? ძირითადად მე მღერი ქართულს საესტრადოს, მაგრამ ამ რესტორნის თემამ სხვა განხრით გაგვიყვანა. ხო, რასაც ითხოვს ახლა რა თქმა უნდა რესტორნის ბიზნესი, იქითკენ უნდა ხო, შესაბამისად. ხო და ზეირანიც სომხურებს რა თქმა უნდა, თვითონაც ხო წეღანას თქვი რომ წერს სიმღერებს და მუსიკასაც და ქართულებსაც ნენელას სწავლობს, იცის რამოდენიმე და უკრავს სხვათა შორის სასულე ინსტრუმენტზე უკრავს ნებისმიერ ინსტრუმენტზე, ყველაზე. ასე რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანია. ეთყობა ახლა წერს რაღაცას გონებაში, იმიტომ არ ლაპარაკობ. კი ბატონო. ისე მართლა რატო არ საუბრო? ცოტას. მე და აპოლოს ნალაპარაკები გვაქვს, როცა ერევანში წავიდეთ ტელევიზიაში. მე ის იქ ვილაპარაკო. აქ მე ვილაპარაკებ ქართულ ტელევიზიაში. აპოლოს სტარში მალში და. რეგენერაციული დალაგებული აქვს, ერთი კეთლაპარაკობს, მეორე აქეთ. ეხა უყურე რესტორანში ორივე ერთად. აწყობილი გვაქვს ცხოვრება. რესტორანში ახლა იმდენი კარგი რაღაცა შემთხვევა შეიძლება მოხდეს რამე ისეთი ჩვენ ფორმატს რომ მოუხო უცნაური ერთ-ერთი მაგალითად ახლა სადღაც ერთი წელია რაც აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში და რას მუსიკაზეც ვეკითხები რომ აუ ეს ხო მაგარი ეს ხო ქართული არა ეს მეორე სომხურია არა ბიჭო ქართულია არა ჩვენია ძმა ხო და ესე იგი მომეწონა რაღაცა სიმღერა რა სომხური და მე თქვი ეს გადმოვაკეთოთ ქართულად მეთქი ძალიან ლამაზი სიმღერაა მეთქი აუ კაი ერთი სიმღერაო დაგვიტოვეთ ამ სომხებს რომ ქართველებმა ხო შეიძლება გამბუსიო აღარა გაკო აი ეს ძალიან ჰარმონიული მელოდიებს აკეთებენ შათაშორის ახლა დასამალი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ აი თქვენ ამ ჟანრში მუშაობთ, ასეთი ფანოღური ასე ვთქვათ. საკეიფო სიმღერები. საკეიფო სიმღერები. მელოდიასაც თქვენ წერთ? კი. კაი, რესტორანზე მითხარი რა ხდება ისეთი. რა, რესტორანზე ხა კოლეგებსაც მოიხსენებათ, ბევრი ხუმრობა არსებობს ხა მუსიკოსების პრაქტიკიდან გამომდინარე და ერთ-ერთი ასეთია რესტორანში, ანუ რაღაც кейფია რა, სამხიარულოს უფრა და როგორი მომენტია სიტუაცია, ესე იგი, აი ნახევარი ქორწილი უკვე დაიშალა, ნახევარი უკვე თეფშზე უდევს თავი რო ძინავს და ერთ-ერთი მუსიკოსის ძლიერი მხარეა ტექსტის დამახსოვრება რა, მაგდროს და ეს სიმღერა როა დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდაეცეს და აქ არის ტექსტში საქართველოს ცხელი გული ასვენია და ამან მიკროფონში ჩააძა საქართველოს ცხენის გული ასვენიაო და ამან თეფშიდან ამოყვა და ცხენის არა ჯორისაში ისე ახლა ალალათა თქვი რა ტოლმა მიყვარს ახლა რა თქმა უნდა კი ჩვენ ქართველები საერთოდ გვაქვს სიმღერები პურმარილზე ტოლმაზე თუ არა მე სიმღერა სამხრეთ არ არის რატომ მე თუ ესე ამაყობთ ოთ ვაპირებ რომ მე შენ რო გლიჯო რა უნდა გლიჯო რაღაცა იცოდე რატო ჩვენ ხო გვაქვს ცხელი ხაჭაპური რაღაცა კახური ღვინო რაღაცა და შესაძლებელია რომ გააკეთო აი საფაშებს ქართველები უფრო იძლევიან თუ სომხები ერთი და იგივე ალალად რო თქვა ერთი და იგივე ესე ქართველები აი, მაშინ ესეთ კითხვას დაგისვა. აი, მაგალითად შენ თუ წერს სიმღერას და ფიქრობდი, რა თქმა უნდა, რომ ეს პოპულარული გახდება შემდეგ, მაინც სომხურ ენაზე გიწევს წერა თუ ქართულ სიტუაციასაც არგებ? არა მარტო სომხურზე წერ. მარტო არ დაგინახულმა მე სომხური იმღერო. ენის ბარიერი აქვს უბრალოდ, თორე სხვათა შორის ქართულებსაც უნდა რომ დაწეროს ტექსტის
ენის ბარიერი. ცხელის მაგირა ცხეს თუ ამბობს რა ეს სანამ მაგას დაწერს. ისევ სომხური დაწერე და შენ გადმოაკეთე ხოლმე ჯობი. კი ბატონო. სეირან, მოკლედ დაპატიჟებულები ვარ ჩვენთან. კი ბატონო. ეგ მაინც გითხარი კაცი კლიო. ელოდებით. ციგარი. დღეს ვიყავი ვიძახე არ გამაგონეთ არც ერთად და წამოვედით აქ. ვინ დასწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა? საქსოფონი მე შემსავით. შემსავით. და პირველად რა ინსტრუმენტი დუდუკი რაღაც კლარნეტზე და დუდუკზე. მუსიკალურში ვისწავლე კლარნეტი. ახალციხეში მე გავაგრძელე ერევანში. აჰა. კარგად გეცოდინება შენა. აკონესებენ ეგენი, მაგარად უკრავენ რა. კი. ბატა შეცხო ნახევარი ხარ, სომხი არა, ხარ ნახე. არა გასა. კარგი, გადავიდეთ თემაზე, რა ქვია, სიმღერაზე გადავიდეთ. გულოյան. პატივსემული. იმიტომ მოგიში გვერდზე. დღეს რა სიმღერა მოგვიტანეთ ახლა, რო ვიცოდეთ მაინც. დღეს ასე თქვა დასაწყისისთვის დავაანონსებთ რომ ვაპირებთ რა წეგანაც აღნიშნეთ რომ ვაპირებთ ამ სიმღერების გაერთიანებას და დასაწყისისთვის გვაქვს მომზადებული უკვე კარგად ნაცნობი ძველი სიმღერა ქართულ სომხურ ვარიანტში. ქართული სომხური ანუ ქართულად და სომხურად. ქართულად სომხურად, კი. ძალიან საინტერესოა. ესე იგი ბიჭებო მე არ მინდა სეირანმა დაჩაგრულად იგზნოს თავი, ამიტომ ვაკეთებ ბევრ აქცენტს. კიდევ ერთხელ უმეორებ და უფიქსირებ და სახალხოთ რომ დაპატიჟებულები ვართ მასთან. ასპინძაში ჩამოვძანდით. არა კაცო, იქ მინდა წავიდე. იქ. ამარ შემიკვეცა გზა. მადი შედა ჩავდი. ეგ გზა უნდა გავიაროთ. აი ტოლმაზე. ამბობ. კი, რა თქმა უნდა. ელოდებით. მე მოგძანდით ჩვენთან. კაი კაცი ხარ, გენაცვალე. კარგი, მოდი ბიჭებს დავუთმოთ ასპარეზი და ნახოთ ქართულ სომხური სინთეზი ძალიან ცნობილი სიმღერის. აბა გელგისმენთ.